think Georgians are Europeans. ქართველები ევროპელები არიან, ამას შეგრძნებითაც გეტყვით. როცა აქ ჩამოვედი, მაშინვე ვიბრძენი, რომ საერთო ცივილიზაცია გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთის გვესმის, ერთნაირი წარმოდგენები გვაქვს ცხოვრებაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და ასე შემდეგ. ევროპა ჩვენი მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის საფუძველია. ჩვენი ფილოსოფია ასეთია: თუ ჩვენს მეზობელს კარგად აქვს საქმე, ჩვენს კარგად ვართ. რაც უკეთესად არის ჩვენი მეზობელი, მით უკეთესად ვიქნებით ჩვენს. და სწორედ ამიტომ თავაზობთ საქართველოს წევრობას. კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ გაქვს შესაძლებლობა იყო წევრი. მაგრამ ამასთან ახლავს გარკვეული მოთხოვნები. ძირითადად არის ის, რომ უნდა შეითავსო ევროპული კანონმდებლობა. სამწუხაროდ ამჟამად პირიქით ხდება. მიიღება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულს. ეს კრიზისის წინაშე გვაყენებს, მაგრამ კარი ღიაა. მე ვიმედოვნებ, რომ დღესაც და ზოგადად ყოველდღე შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ევროპა არის ლამაზი, მეგობრული, სტუმართმოყვარე ადგილი, კარგი პარტნიორი და კარი ღიაა ჩვენი ქართველი ევროპელი მეგობრებისთვის. არ არის სიმართლე, თითქოს ევროპის გაწევრიანებისას უნდა დათმო სუვერენიტეტი, ანუ კულტურული იდენტობა. ჩვენ ყავს ბევრი კონსერვატიული შეხედულების მქონე ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი, ოჯახი და სამშობლო მთავარი ღირებულებებია. ყველას შეუძლია იცხოვროს თავისი გზით. ნახეთ გუშინ რომის პაპი? დიახ, ეს არის ევროპის შუაგული და იქ ბევრი ძალიან რელიგიური და გარკვეული თვალსაზრისით საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი იყო. ისინი კი თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრობდნენ ევროკავშირის ფარგლებში. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ქართველი ადამიანები, რომლებიც უკვე 150-ზე მეტი დღეა თბილისში და სხვა ქალაქებში ქუჩაში გამოდიან, რათა იბრძოლონ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. ევროპული კავშირის ნაწილი გახდნენ. ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრები ვაფასებთ ამას და გვიყვარს ევროკავშირი. ამიტომ სიმპათია გვაქვს ამგვარი მისწრაფებების მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს ჩვენი საერთო მომავალი. არ ვიცი რა არის გამოსავალი კრიზისიდან. გამოსავალი საქართველოდან უნდა მოვიდეს. საქართველო ქართულ ხალხს ეკუთვნის. საქართველოს ბედი ქართველი ხალხის ხელშია. In the hands of the Georgian people.